ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერები რო არიან, აი სოციალურ ქსელებში რო აქტიურობენ და რო გამოდიან ასეთი სიტყვებით, რომ აი დასავლეთი აწვება ამათ, deep state-ი აძალებდა, თქვენ არიცით როგორი ზეწოლა მიდის და აი ასეთი ფრაზები რა. ბიჭო, რავი, აი პრემიერმა 700 მილიონი მოიპარა. დაიჭირეს და თან აღიარა, რომ მოვიპარეო. სუსის უფროსმაც ფული მოიპარა, დაიჭირეს, იმანაც აღიარა. თავდაცვის მინისტრმაც ფული მოიპარა. მოიცა ეხა ფულის მოპარვასაც აძალებდა ეხა deep state-ი. აფიცებდა ბათუმში მცხოვრობ მე და ბათუმში ხა ძალიან პატარა ქალაქია ბათუმი ძალიან პატარა და ყველას გაფაჩუნება იცის და აი მშენებლობის ნებართვა გინდა, რავი, სართულების დამატება, ტენდერის მოგება თუ რავი, ჯიხურის ჩადგმა, აი ყველა მიცის, რომ აი სუსის თანამშრომელი მოგიგვარებს ამ ყველაფერს და აი ინერტული მასალის ამოღება მდინარიდან, ეხა ბათუმიდან 25 კილომეტრში აკრძალულია და აი ბათუმს აკრავს მდინარე ჭოროხია და პირდაპირ ხდება იქ ინერტული მასალის ამოღება ზედ ქალაქშივე ექსკავატორი ჩადგმული ზემოდან შკოდა ადგას და ეს იცის დიდმაც, პატარამაც, ბიზნესმენმაც, გლეხმაც, მუშამაც და რავი კიდევ დგანან და აპრავებენ რომ აი ესეთი მდგომარეობა რო არის ქვეყანაში deep state-ი აძალებდა და რა არის საკვირველი იცი ეს ხალხი აი თავისი ნებით ისულელებს თავს რავი ბიჭო აი ბანკი გძარცვავს საავადმყოფო და აფთიაქი ხომ გძარცვავს და გძარცვავს სკოლა და ბაღიც ხო გძარცვავს და გძარცვავს მარკეტი გძარცვავს და ამაზე სახელმწიფოს არანაირი რეაგირება არ აქვს რომ ეს ძარცველი კომპანიის ფლობელები ვინ არიან ხო პარლამენტში ზიან საკრებულოში ზიან ან ოცნების შემომწირველები არიან და ამ ყველაფერს ხედავ ხვდები და კიდე ამას ემატება რომ აი პრემიერ-მინისტრიდან დაწყებული ყველა მინისტრი ძალოვანი გაასამართლეს თვითონვე აღიარეს დანაშაული მოვიპარეო და შენ კიდე გამოდიხარ და იცი რა ეხა deep state-ი აძალებდა ძმაო იცი როგორ ზეწოლას უძლებს ეს მთავრობა ეს რა მარაზმია მე მგონი რავი ეს ხალხი პირიქით კამაყოფილია რომ ატყუებენ რა მთავრობა ამათ უყურებს რომ რავი ძმაო ამათზე ყველაფერი მოსულა წუმპეში ზიან და მაინც იქით გვიცავენო და მოდი ვატყუოთ რა და ამ ყველაფერს რო ეტყვი რაც 100% სიმართლეა პასუხი არ აქვს და რას გიბრუნებენ იცი აი ნაცებს დაემსგავსეთ აი ნაცების ნარატივზე დაჯექით ბიჭო აზრზე მოდით რამ დაგაბეჭავად რამ დაგამუნჯათ აი მიგრანტებით გაივსო ეს ქვეყანა ბიჭო აქედან ხალხი გაქცევაზე ფიქრობს აქ რა ვიცი ვინც არის ყველა დაავადებული ალბათ რა სხვადასხვა დაავადებებით ბანკები სავსეა ყველა ოჯახებს ჯარიმებზე ხუთმაგი ოდენობა გახდა ყველაფერზე კორუფცია ყელამდე რავი არნახული ბიუროკრატია ყველა სტრუქტურაში და შენ ამაზე დუმხარ და ხმას არიღებ და თუ რამეს ამბობ რომ აბა ნაცები გინდა აბა ომი გინდა რა ქნან ეხა deep state-ი აძალებს და რავი ბიჭო რაც ხდება ყველაფერი არის თქვენი ბრავი თქვენ აპრავებთ ამ ვერაგობას და თქვენ აძლევთ ლეგიტიმაციას რომ ამათმა სისხლი წოვონ და რავი ამოიღეთ ხმა რეალურად დადექი როგორც ქართველი სუფრაზე რო იწელებით და ვაი ასე და ვაი ისე სიმართლე თქვით რა თავსი ბეჭავეთ სირცხვილია რა